აბა თამთა ჩამოჯდომის დრო. დავიწყეთ და ცოტა ნერვიულობ. შენ არ შეგეფერება ეგ ამბავი? თან ისეთ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ დღეს მე მგონი. ხო, მაგრამ რაღაცნაირად ცოტა ისეთი ხალხი მყავს ამ ჩამოჯექიში ჩაწერილი, რომ ცოტა თავხედურად გამომდის. ეხლა მე რო ვარ რაღაც რესპონდენტის ამპლუაში. მაგრამ მართალი ხარ ისეთი თემა არის, რაზეც უნდა ვისაუბროთ, რომ ფარავს ამ ყველაფერს. ნამდვილად, ყველასთვის მნიშვნელოვანი თემა არის ეს განათლება და სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენს ჩამოჯექის ეპიზოდს მასპინძლობს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა. ხო, და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, რომ დაგვითმეს სივრცე. დღეს განსაკუთრებით სხვანაირი ჩამოჯექი იქნება ჩემო მეგობრებო, ესე მოთავსდით კომფორტულად და განსაკუთრებით იმ ადამიანმა გაამახვილეთ ყურადღება, რომლებისთვისაც განათლება მნიშვნელოვანი არის და ეძებთ სივრცეს თქვენი შვილებისთვის თუ შვილიშვილებისთვის, ან უბრალოდ ახლობლებისთვის და დღევანდელ ეპიზოდს ასე ვთქვათ, გაუწევს ჟურნალისტობას ჩემი მეგობარი და კლასელი თამთა კარგაშაძე და თამთა ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა შენც ასევე, რომ ზელუსზე სასაუბროდ ამირჩიე მე. გაგვეცანი კვანცა კი რა თქმა უნდა შენი მაყურებელი გიცნობს, მაგრამ ამ კუთხით ცოტა უფრო აქეთკენ რომ წავიყვანოთ საქმე, გაგვეცანი ვინ არის კვანცა რობაქიძე და რა კავშირი აქვს განათლებასთან. კვანცა რობაქიძე არის ადამიანი, რომელიც არასდროს არ ნებდება, არასდროს არ ჩერდება და რა ტიპის დაბრკოლებაც არ უნდა ჰქონდეს, ყოველ ჯერზე აქვს იმის უნარი, რომ ადგეს და ისევ ყველაფერი დაიწყოს თავიდან და ზუსტად ზეუსი, ეხლა ჩვენ რასაც უნდა ვისაუბროთ, არის ამის ერთ-ერთი მაგალითი, სადაც მე ნულიდან ვიწყებ შენებას რაღაცისას და ვფიქრობ ძალიან კარგი რაღაცის შენებას ვიწყებ და მინდა რომ იყოს ერთგვარი სტიმულიც სხვებისთვის, რომლებიც ფიქრობენ რომ რაღაცა დამთავრდა მათთვის და მაგრამ არა მეგობრებო არაფერი არ დამთავრდა ახლის დაწყება. თავდება რაღაც და იწყება ახალი. განათლებას რაც შეეხება ჩემთან განათლება მოვიდა ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ ბავშვობაში, ცნობიერი. სკოლის პერიოდიდან ალბათ. არა, სკოლის პერიოდი არა, უფრო ადრე ოჯახიდან. ოჯახიდან, იმიტომ რომ მამა განათლების სფეროში მოღვაწეობდა. აი შენ თუ გახსოვს, ჩვენს ბავშვობაში ეხლანდელ რესურსებს განათლება ერქვა. ადრე ხო გახსოვს? და აი ჯერ კიდევ იმ დროიდან მამა განათლებაში მუშაობდა, შემდეგ უკვე რესურს ცენტრში, რამდენიმე სკოლაში, თავიდან სამხედროს ასწავლიდა და შემდეგ უკვე იყო ადმინისტრაციაში და მთელი თავისი ცხოვრება, სადაც მე როგორც მამასგან ვიცი, უკვე 22 წლიდან მამა ამ სფეროში რომ შევიდა, იყო ბოლომდე. ძალიან ახალგაზრდას დაუწყო. ძალიან ახალგაზრდა, ხო, და იყო ამ თავის საყვარელ საქმეში. ანუ სახლში, ოჯახში მოდიოდა ეს ყველაფერი შენთან. ოჯახში მოდიოდა, ამას განიხილებოდა. ხო, განათლების საკითხები, ასე ვთქვათ. კი, განიხილებოდა, უბრალოდ ეს რაღაც მიზანმიმართულად კი არ რაღაც ბუნებრივ ყურადღებას. ეს ეტაპობრივად ინახებოდა ჩემს ცნობიერში, როდესაც მამა მაგალითად განიხილავდა სხვადასხვა საკითხს სახლში, მქონდა ბავშვებზე, როდესაც რაღაც გადასაჭრელი ჰქონდა, რამეს ფიქრობდა, რაღაცნაირად განიხილავდა ოჯახში და აქედან გამომდინარე ნელ-ნელა ჩემთვისაც დაინახა და ბევრი ისეთი ფაქტი აქვს მამას განხილული, რაც შემდეგ უფრო აღვიდგინე, რომ ჩემს თვალში მამა არის მისაბაძი მასწავლებელი, აი როგორიც უნდა იყოს მასწავლებელი, ჩემი აზრით მამა იყო. და მართალია შენ ცხოვრებაში განათლება სულ იყო, მაგრამ როდის მივხვდი, რომ გარდა იმისა, რომ პროფესიაც უნდა დაგეკავშირებინა განათლებასთან, თან თითქოს ცხოვრების მისიადაც იქცა ეს ყველაფერი. განათლებას დავუკავშირე მაშინ უკვე, როდესაც მაგისტრატურაზე ვაბარებდი. მანამდე არა ეს. უკვე ხო, გააზრებულად გადავდგე ეს ნაბიჯი, მანამდე პოლიტიკის მეცნიერებები მაქვს დამთავრებული და შემდეგ უკვე განათლების ადმინისტრება დავამთავრე, იმიტომ რომ განათლების პოლიტიკა იყო ჩემთვის ყოველთვის საინტერესო. ყოველთვის მაინტერესებდა
და შიდა სამზარეულო რა ხდებოდა განათლების სისტემაში, რა პრობლემები ჰქონდა, სად შეიწყებოდა ნაბიჯები გადაგვედგა განვითარებისკენ და ყოველთვის ეს იყო ჩემი ინტერესის სფერო და უკვე მისის სახე ცოტა ეს ხმამაღალი ნათქვამი არის, მაგრამ ახლა უფრო ავიღე ჩემს თავზე, როდესაც მე საშაბათო სკოლა ზეუსი დავაარსე და საკმაოდ საპასუხისმგებლო რამ არის ჩემთვის, იმიტომ რომ მე ამ საშაბათო სკოლას მამას ვუძღვნი და მისი საქმის გაგრძელებას. მამამ აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ბოლო ამოსუნ თქვაც კი სკოლაში ქონდა თავის სკოლაში და ჩემთვის უკვე განათლების სისტემა, სკოლა, ბავშვები, მასწავლებლები სულ სხვა კუთხით დამანახა ეხლა და რაღაცნაირად მამის საქმის გაგრძელება არის უკვე შვილის მხრიდან ესე ვთქვათ. მთავარი ღირებულება მაინც რა გადმოგცა მამამ? აი რა კუთხით ფიქრობ რომ წაიყვანო შენი მთავარი, რასაც მე ჩვენთან მოსულ ბავშვებს, ჩემი სურვილია ყოველ შემთხვევაში, მთავარი მოტივი და მამოძრავებელი ბავშვის და არა მარტო ბავშვის, ვინც გვეყონება მასწავლებლები და ძალიან კარგი და კვალიფიციური მასწავლებლები გვეყონება, უნდა იყოს სიყვარული. მამა იყო ესეთი ადამიანი, რომ უანგაროდ უყვარდა ყველა და ყველაფერი, უანგაროდ აკეთებდა სიკეთეს და არ ფიქრობდა იმას, რომ ეხა ამ სიკეთეს რო ვაკეთებ, რა შეიძლება მოყვეს ამას. არა. მამას ფიქრები არ მთავრდებოდა სკოლაში და საკლასო ოთახის კედლებში. მამა სახლშიც ფიქრობდა ბავშვებზე და მათ ოჯახებზე და განსაკუთრებით რაც მახსენდება განსაკუთრებულ მოგონებას ხარ გაიხსენებდი რა იმას რომ კი მაქვს ეგეთი მამას და განათლების და სკოლის კავშირზე შეიძლება მაქვს ეგეთი ძალიან ბევრი მაქვს მაგრამ ერთი რაც სულ მახსოვს არის აი ძალიან რთული პერიოდი როდესაც იყო არ ქონდა შუქი არ ძალიან სოციალური და ძიმე პერიოდი რომ იყო იმახსოვრება რომ ჩვენ წიგნებს ვყიდულობდით არ იყო ესე უფასო როგორც ეხლა არის უფასო ესე ადრე არის დასაწყისში მიმდინარეობდა კი ზუსტად და შემდეგ უკვე რომ რაღაც გარკვეული რეფორმები დაიძრა შემდეგ შემოიღეს სოციალურად დაუცველი სტატუსი თუ გქონდა ოჯახს იმ ბავშვებს აძლევდნენ უსასყიდლოდ წიგნებს და მე მახსოვს ერთი ეპიზოდი, როდესაც მამა სახლში იყო, შუქი არ იყო და ფიქრობდა, რომ ანუ წიგნები მოვიდა სამინისტროდან, გარკვეული რაოდენობის მოდიოდა, გადასცემდნენ ალბათ რაოდენობას და რაღაცა შესაბამისად მოდიოდა, თუმცა შეიძლება რამდენიმეც მეტი. და მამა როგორ ფიქრობდა რამდენიმე ოჯახზე, რომლებსაც სტატუსი არ ჰქონდათ, მაგრამ არც ისე უხინდათ, რომ მათ შეეძინათ წიგნები და მამა ამბობდა, რომ რაღაცნაირად ისე უნდა მოვახერხო, რომ მე ამ ბავშვებს წიგნები უფასოდ მივცე და შევუმსუბუქო ოჯახს მდგომარეობა. ანუ მარტო სკოლაზე და განათლების მიღებაზე ფიქრი კი არ არის, ანუ პირველ რიგში არის განათლების მიღება, იმიტომ რომ წიგნი თუ არ გაქვს, მაშინ განსაკუთრებით ახლა ინტერნეტთან წუდა მოწესი არ იყო და წიგნი იყო უმთავრესი წყარო. და თან ამის გარდა კიდე ფიქრობდა ოჯახის მდგომარეობაზე და როგორ დახმარებოდა რამით. და სულ ასე იყო მამა. ყოველთვის ფიქრობდა არა მარტო ვიწროთ სკოლაზე, სკოლის შიგნით, არამედ გარეთ და ეს სიყვარული და უანგარო სიყვარული არის ის, რაც მამამ მასწავლა და რაც მინდა რომ სხვებსაც გადავცე. და შენ შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე განსაკუთრებული მოგონებაა, ხო? რაც მამას და სკოლასთან გაკავშირდება. იმიტომ რომ რა ვიცი, ფიქრობდი ადამიანი რაღაცა გააკეთო ისეთი, რომ მის ეკონომიკური მდგომარეობა გაითვალისწინო მის ოჯახის და რაღაცა ისე დაეხმარო, თუ ბევრია ძალიან კარგია, მაგრამ მე ბევრი არ ვიცი სამწუხაროდ ასეთი და თუ იქნება კარგია და იმას ვამბობდი წაღან საუბრებში თაღნიშნა რომ ძალიან რთული მისია ავიღე ჩემ თავზე თქო იმიტომ რომ თავარია რადგანაც მე მამას ვუძღვნი ამ სკოლას ყველას შეიძლება იმედი გაუცრო, მაგრამ მამას ვერ გავუცრებ ვერასოდეს იმედს და ამიტომ მამას რადგანაც მეც ვერ გავუცრებ შესაბამისად სხვასაც არ გავუცრებ და მე აუცილებლად გავაკეთებ
ისეთ სკოლას და განათლების სისტემაში მე აუცილებლად ვიტყვი იმ სიტყვას, რაც შემდეგ ჩვენს თაობებს კარგად გაჰყვება დადებითად და მე შევპირდი მამას ეს და აუცილებლად შევუსრულე. და მამას მასწავლებლობას რომ დავუბრუნდეთ, გასაგებია რომ თვითონ მთელი გულით იყო როგორც მასწავლებელი ისე ადამიანი, ასე ვთქვათ, მაგრამ რამდენად დაუფასდა ეს ყველაფერი და დღეს მის მოსწავლეებს ხომ არ ხვდებიან, ხომ არ გეუბნებიან რამეს, ხომ არ იხსენებენ? კი, მამას მოსწავლეებს ხვდები ნებისმიერ წერტილში, საქართველოს ნებისმიერ წერტილში, სადაც არ უნდა წავიდე, რომელ კუთხეშიც არ უნდა წავიდე, მამას მოსწავლეს აუცილებლად პოულობ. ნუ აი და ამაზე მამას სიცოცხლეშიც ვხუმრობდი რომ რანაირად მეთქი ანუ ყველა კუთხეში რანაირად გყავს და რომ ხვდებიან ახლა განსაკუთრებით და იხსენებენ იმ ძველ პერიოდს როდესაც მამა ასწავლინდათ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებად ჩამოყალიბდნენ რა თქმა უნდა და ერთ-ერთი არის მამაო მამას მოსწავლე და მართლა უკვე მამაო არის და როდესაც შევხვდი მამას გარდაცვალების მერე მითხრა რომ მამა შენმაო იმ რთულ პერიოდშიო წამიგეთ ძალიან არეული რო არის დრო და რთულია რაღაც ნათელს ჩაეჭიდო და ცოტა რო ერევა აერიათ გზები აი იმ რთულ პერიოდში მამა შენმა ადამიანობა და კაცობა გვასწავლა და სწორ გზაზე დაგვაყენაო და ეს ჩემთვის იმხელა რაღაც არის რომ მამაზე მეუბნება მისი მოსწავლა ყოფილი ასეთ რაღაცას რომ უბრალოდ არ შეიძლება მე მისი საქმის გაგრძელება გავაკეთო ისეთი რომ მას არ მოეწონა და მაინც კონკრეტულად ზელუსის იდეა საიდან მოდის? ხო ზელუსი საინტერესო არის ნამდვილად ზელუსი მე დავაარსე რამდენიმე წლის წინ ანუ ახალი არ არის თვითონ ზელუსი არ არის ესე ახალი მაგრამ იცვალა ასე ვთქვათ დანიშნულება მე როდესაც ზელუსი დავაარსე მაშინაც განათლების ვტრიალებდი მაგრამ მინდოდა ყოფილიყო ფონდი რომელიც განათლების სფეროს დაფინანსებდა, ესე ვთქვათ, დაიხმარებოდა იმ ადამიანებს, რომელსაც არ აქვს საშუალება რომ განათლება მიიღონ, არ აქვთ მის საშუალება თუნდაც კვალიფიკაცია აიმაღლონ, ან ელემენტარული ტექნიკა არ აქვთ, ლეპტოპი არ აქვთ, რომ მოიძიონ რაღაც ინფორმაციები ან ინტერნეტი არ აქვთ. და ზუსტად ამაში მინდოდა ამ ყველაფერში ყოფილიყო ჩართული ფონდის სახით ზელუსი. მაგრამ შემდეგ უკვე სამწუხარო ფაქტი ის იყო, რომ მამა გარდამეცვალა, ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი დაიწყო და მომწია ამ მიზნებზე ცოტა ხნით გაჩერება და დაპაუზება და დღეს, როდესაც უკვე შემიძლია რომ აქტიურად ვიყო ჩართული ამ სფეროში, ავირჩიე საშაბათო სკოლის ფორმა ქონოდა ზელუს. აი საშაბათო სკოლის მიმართულების საჭიროება რამდენად ახაგვანცა? ცალსახა არის რომ სკოლა არის აუცილებელი და სკოლა არის შეუცვლელი ზოგადად რა. აუცილებელი არის რომ სკოლა გაიარო, მაგრამ იმდენად აქვს ნატვირთი სკოლას სხვა ვალდებულებები და ასევე ბიუროკრატიაც ცოტა არ იყოს და გამძაფრებულად არის სკოლაში. ვეღარ რჩებათ ობიექტურად, ვეღარ რჩებათ მასწავლებლებს იმის დრო, რომ ბავშვებს ის უნარები გამოუმუშაონ, რაც ცხოვრებაში რეალურად დასჭირდებათ. ანუ მარტო კი არ ვისწავლოთ კონკრეტული საგანი და ის რაღაც ეპიზოდი ამა თუ იმ ეპოქის. არამედ რა გვასწავლა ჩვენ, როგორ გავიაზრეთ და შემდგომ როგორ ნაბიჯებს გადავდგამთ ამის გააზრებით, ამას ვეღარ ახერხებს. სოციოემოციური მდგომარეობაზე ვეღარ სრულავს მასწავლებელი და სამწუხაროდ საჯარო სკოლებში არ არის ამდენი ფსიქოლოგების გუნდი. ანუ ზელუს ეს მიმართულებაც ექნება, არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ ფსიქოლოგიური და ემოციური მხარდაჭერაც ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, ეს განათლების ნაწილიც არის, მაგრამ მე მგონი მაინც იმსახურებს ცალკე აღნიშნავს. კი. აუცილებლად ზელუსი გადავალთ უკნებავთ. მოდი უცებ თქვათ ზელუსი რას ნიშნავს? რატომ ეს სახელი და კი. ხო, როდესაც მე ვფიქრობ, რომ რა დამერქმია სახელი, გადავიჭერი მითოლოგიაში. და ზელუსი ბერძნულ მითოლოგიაში არის
წინსვლის, შეუპოვრობის, არდანებების განსახიერება, ესე ვთქვათ. და ალბათ ამისკენ მიყვავს ბავშვებიც. აუცილებლად ამისკენ მიყვავს და რაღაცნაირად ზუსტად ეს შეუპოვრობა, წინსვლა, წარმატება უნდა იყოს რაღაცნაირად ზურგის ქარი, რომ შემდეგ შენ გადადგა ის ნაბიჯები, რაც მე შეგქმნის და ჩამოგაყალიბებს პიროვნებად და ზუსტად ამიტომ მინდა რომ ზეუსი იყოს ზურგის ქარი იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ჩვენთან მოვლენ და ის უნარები შესწინოს მათ, რაც რეალურად ცხოვრებაში სჭირდებათ. და ინტელექტის ტრიადაზე რას გვეტყვი? ხო, ინტელექტის ტრიადა რაღაცნაირად ესე ავტორად შეიძლება ითქვას. სახელი გამომდინარეობს იქიდან, რომ სამი მიმართულება ექნება და ეს სამი მიმართულება არის პირველი ლიტერატურული თერაპია, სახალისო მათემატიკა და ემოციური და სოციალური უნარები. ეს სამი მიმართულება იქნება ზეუსში, ინტელექტის ტრიადის კურსში, რომელსაც აირჩევს ერთი კურსია, რომელშიც ეს სამი მიმართულება. კი ბატონო, და როდესაც მშობელი აირჩევს კურსს, მისი შვილი სამივეს გაივლენს ჩვენთან. მე დეტალს ხომ ვერ მოგვაწვდი ამ კურსზე. სიამოვნებით მოგაწვდით, იმიტომ რომ ზეუსი იწყება, თენდება და ღამდება ჩემთვის, მოკლედ ეხლა განსაკუთრებით და ლიტერატურული თერაპია რატო? ალბათ დამეთანხმები შენ და რომ აი ჩვენ როდესაც რაღაცა ლიტერატურას ვიცნობოდით ბავშვობაში და ახლაც ვიცნობით, არ არის უბრალოდ ის, რომ რაღაცა წავიკითხეთ ტექსტი და შემდეგ ხო ვთქვათ, რომ ოი ეს პერსონაჟები არიან და ეს ხდებოდა. ჩვენ ბავშვობიდან, მე ასე ვიყავი და დარწმუნებული ვარ, შენც ასე იყავი, რომ ბავშვობიდან, როდესაც ვკითხულობ და ვიცნობოდით სხვადასხვა ლიტერატურას, იქ აუცილებლად ვპოულობდით საკუთარ თავს და იმ პერსონაჟების დახმარებით ჩვენ გავდიოდით სხვადასხვა ემოციებს. ანუ ჩვენს ემოციებს სწავლობდით, ასე ვთქვათ, და განვიცდიდით მათთან ერთად. თუმცა ამის დანახვა რაღაც ეტაპზე თავიდან მარტივი ალბათ არ არის. შეიძლება ეს ავტომატურად ხდება, მაგრამ არ ფიქრობ ამაზე. და ზუსტად აქ ჭირდება ბავშვს ჭირდება რომ დაეხმარო და ზუსტად ამ კუთხით დაანახო ლიტერატურა. და შემდეგ უკვე გაიაზრო იმსჯელო იკამათო ჯანსაღად და ამ გააზრებით შემდგომ უკვე იმ პერსონაჟების ცხოვრებით შენი ცხოვრების დალაგება გადაწყვიტო სწორად. და ზუსტად ამიტომ არის ეს ლიტერატურული თერაპია, თან ბავშვი ეცნობა სხვადასხვა ლიტერატურას, სხვადასხვა შემოქმედებას, ასევე არა მარტო ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ეს შესაძლებელია იყოს კინოც, ანიმაციაც, რომელიც დაეხმარება ბავშვს უფრო კარგად. მნიშვნელოვანი ამის დამატება, ასე ვთქვათ. კი, ბავშვს რაც უფრო მრავალფეროვანს შესთავაზებ ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა იყოს სკოლაში ვართ, მრავალფეროვნება გვინდა, ბაღში ვართ, უფრო გვინდა და გვინდა. ინტერესიც უფრო ჩნდება და თუ ინტერესი არის, უკვე ამ ინტერესს და სიყვარულს მოაქვს მე ის ცოდნაც და უნარებიც. და სახალისო მათემატიკა შეიძლება ბევრ მაიცის, მაგრამ მაინც რას ნიშნავს ეს სახალისო მათემატიკა? რატომ სახალისო, როგორ სახალისო? კი ბატონო, ნუ მათემატიკა და სახალისო ჩვენს ბავშვობაში ნამდვილად ერთმანეთთან ვერ მოდიოდა ბმაში. ვერა, ნამდვილად, იმიტომ რომ მათემატიკა განსაკუთრებით მაშინ ჩვენს დროს იყო რაღაცა რთული საგანი, რომელიც ვალდებულების ნაწილი ცალსახად და რომელიც ან იყო შენი, ან არ იყო. ან რაღაც რადიკალიზმი იყო რა, ან გამოგდის, ან არ გამოგდის. ან ჰუმანიტარი ხარ, ან მათემატიკის ჰუმანიტარი ხარ, ან ხო, შეგიძლია რომ მათემატიკაც კარგად აითვისო. და რაღაცნაირად გვიბეჭდავდნენ ამ ხო და რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, ჩემი აზრით მათემატიკა და მათემატიკური უნარები ნებისმიერ ადამიანს შეგვიძლია რომ განუვითაროთ და გამოუმუშავდეს მას, თუ კი ამას მივაწვდით სახალისოდ. ამიტომ სახალისო მათემატიკა პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ ეს სტიგმები მოვაშოროთ მათემატიკას, რომ ნიართულია და არა ვერ შევძლებ, ვერ დავძღებ პირიქით, ასევე დავაკავშიროთ ის რეალურ ცხოვრებასთან,
არ არსებობს დღე მათემატიკის გარეშე, რომ ჩაიაროს, ხო? ნებისმიერ ძალიან ელემენტარული მაღაზიაში ყოველდღე დავდივართ ვამის, ხო? და თუ მათემატიკა არა, ვიწყებულობთ და რით ვიხდით თანხას. ანუ მათემატიკა არის ყველაფერი, ჩემი აზრით. და ლოგიკური ამოცანებით, სახალისო ამოცანებით, ჯგუფური თამაშებით მოხდება ზუსტად ის სიყვარული დავანახოთ ბავშვებს მათემატიკის მიმართ, რაც რეალურად მართლა უნდა კონდეს ბავშვს ამ ზუსტი მეცნიერების მიმართ. აი სიყვარულის თემიდან რო გადავიდეთ, ზოგადად განათლებაში რამდენად არის მნიშვნელოვანი, რომ დაანახო ბავშვს ეს სიყვარული და თანადგომა და ემოციური და სოციალური მხარდაჭერის ადგილი სად არის ზელუსში ზუსტად? ემოციურ და სოციალურ უნარებზე გადავალ და თანე მოვიცავ ამ კითხვას. ჩვენ ძალიან დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ, როდესაც გეგმავდით თუ რა მიმართულებები უნდა გქონოდა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სამწუხაროდ ჩვენთან არის სოციოემოციური უნარები. ბავშვები ეს მოიტანა ეპოქამაც სადაც ახლა ვართ ჩვენ, გაჯეტები არის დიდი რაოდენობით, რაც ჩვენს ბავშვობაში არ იყო და გვინდოდა არ გვინდოდა გადართული ვიყავით სხვა საქმეზე და ვიგონებდით 1000 რაც ფანტაზიას ასეთვისე ავითარებთ. ძალიან ავითარებდა და ძალიან კარგი იყო ის არ ვიცახი რომ ის პერიოდი იყო კარგი, მაგრამ ამ კუთხით იყო ძალიან კარგი და ეხლა ბავშვებს თითქოს მზამზარეული აქვთ ყველაფერი და 2 წუთში შეუძლიათ რაღაც ინფორმაცია მოიციონ. მაგრამ ბავშვები დგანან იმის წინაშე რომ ვერ მართავენ თავიანთ ემოციებს. ემოციების მართვა დიდი გამოწვევაა. ძალიან დიდი გამოწვევა. განსაკუთრებით პატარა ასაკიდანვე სხვათა შორის. პატარა ასაკიდან არის მნიშვნელოვანი რომ მივაქციოთ ამას ყურადღება, რაც დიდობაში ვლინდება შემდგომ უფრო რთულ ფორმებში. ასევე ქცევის მართვა არის ძალიან დიდი გამოწვევა. არიციან ბავშვებმა ზოგადად ემოცია გარკვეული რომ ეუფლებათ როგორ გამოხატონ ეს ბუნებრივი არის. უბრალოდ ჩვენ მართვა რომ უნდა ვიცოდეთ, ვერ ხვდებიან ამას და სამწუხაროდ სკოლები მე რა თქმა უნდა ყველა სკოლას არ ვამბობ, ძირითადად ვერ უზრუნველყოფენ რომ ესე სათითაოდ ინდივიდუალურად მიუდგნენ ბავშვებს და განუვითარონ ეს უნარები და ცოდნა მისცენ. დროის საკითხიც არის ალბათ ხო? და თან მონდომება ცალკე ამბავია. კი და ამიტომ ჩვენ ყველაზე მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას, რომ ბავშვებმა შემდგომ თუნდაც ის მარცხის მიღება, რაც ძალიან უჭირთ ბავშვებს, ეს გაუმარტივდეთ და იცოდნენ, რომ ეს წაგება და მოგება, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, უბრალოდ დღეს შეიძლება ესე იყოს, ხვალ შეიძლება სულ სხვა შედეგი დადგეს. თვით შეფასების ნაწილი არის ძალიან ცუდი სურათია თვით შეფასების ნაწილში ბავშვებს ნულამდე და მინუსებში აქვთ თვით შეფასების ნაწილი. ვერ გამოხატავენ საკუთარ აზრს თამამად. შეიძლება ცოდნა გქონდეთ, მაგრამ კომუნიკაციას ვერ ამყარებენ ბავშვები. და ეს ალბათ გაჯეტების დამსახურება არის სამწუხაროდ. და ზუსტად ამაზე ვიმუშავებთ ჩვენ და სიყვარული, რაც აღნიშნე რამდენად არის მნიშვნელოვანია, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არის ნებისმიერ საქმეში სიყვარულით მივუდგეთ ჩვენს და ბავშვებსაც. ალბათ ეს იქნება ზუსტად ის მთავარი განსხვავება, რაც სხვა სკოლებისგან გამოგარჩევთ. კი, ეს იქნება ნამდვილად და ასევე მენთან მცირე ჯგუფები იქნება. და რაც ფუფუნება არის, იმიტომ რომ ეს მცირე ჯგუფები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თითოეული ბავშვის ინტერესი იყოს გათვალისწინებული და ასევე მათი საჭიროებები ინდივიდუალურად მოვარგოთ მათ საჭიროებებს, ყველა ის აქტივობა. თუმცა ეს მარტივი არ იქნება. მარტივი არ იქნება, ცხადია, მარტივი არ იქნება და ჩვენ არ ვამბობთ რომ რაღაცა მარტივი არის. თუმცა ის გუნდი, რომელიც ჩვენ გვყავს, პროფესიონალები არიან თავიანთი საქმის და გვემარტივება ამიტომ. და გარდა გუნდისა, გარემო როგორი უნდა იყოს? რა გარემოთი აპირებთ, რომ შეძლოთ ამ ყველაფრის ბავშვებამდე მიტანა? გარემო არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და როდესაც მე ვარჩევდი თუ სად უნდა ყოფილიყო ზეუსი,
ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი. ჩვენი სკოლა, საშაბათო სკოლა იქნება ვერის ბაღში, ხა ვერის პარკი ქვია ახლა, ადრე ვერის ბაღი. ხო. ზუსტად ბაღში არის ეს კერძო სკოლა, სადაც ჩვენ შაბათობით ვიქნებით. კარგი ამინდი, როდესაც გვექნება აუცილებლად გარეთ ჩატარდება აქტივობები. ბავშვები ძალიან და მე ესეთი ერთ-ერთი ისეთი მოთხოვნა მაქვს, რომ ბავშვები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ბუნებრივ გარემოში, ხო, და უნდა ინტეგრირდნენ ამ ბუნებასთან, იმიტომ რომ აჩვენებს კიდევაც, რომ დავაკვირდეთ, ბუნებაში მიღებული ცოდნა ბავშვებისთვის უფრო სწრაფად ათვისებადია, ვიდრე 4 კედელში, და ალბათ თავს არ გრძნობს ბავშვი გაკვეთილზე. ჩვენი მიზანი არ გაკვეთილსაც არ ვარქმევთ. ჩვენ ეს გაკვეთილები არ იქნება, ეს იქნება შეხვედრები. და ბავშვები ნამდვილად არ იგრძნობენ თავს, რომ სკოლაში, ტიპურ სკოლაში მიდიან. არა, ეს იქნება ადგილი, სადაც ჩემი მიზანი ყოველ შემთხვევაში ეს არის, რომ შაბათის მოსვლის ერთი სული უნდა გქონდეს ბავშვი, შაბათი მოვიდეს და რო წავა ჩვენი სკოლიდან, საშაბათო სკოლიდან, ერთი სული უნდა გქონდეს, როდის მოვა. მე მგონი პასუხგაუცემელი აღარ დარჩა ეს შეკითხვა, მაგრამ მაინც შეიძლება მშობელმა ნახოს ინფორმაცია ზელუსზე და თქვას უკვე დამყავს ბავშვი სკოლაში და კიდევ შაბათსაც სკოლაში რაღაცომ უნდა მივიყვანო. და რა პასუხს გავცემდით ასეთ მშობლებს? ხო, მე მისმის და მისაღები არის ასეთი აზრი, თუმცა რაც უფრო დრო გადის, თამთა მინდა გითხრა, რომ შენც მშობელი ხარ და ალბათ ამეთანხმები, რომ მსგავსი აზრები უკვე ნაკლები არის, მშობლები პირიქით ცდილობენ, რომ ბავშვები სკოლის გარდა სხვა აქტივობებზეც მიიყვანონ და ბავშვებს დიახ, და ბავშვებს განუვითარონ ის უნარები, რომლებსაც დაუშვათ სკოლა სრულად ვერ აწევს. ფორმალური განათლება შეიძლება ითქვას, რომ საკმარისი აღარ არის დღეს. ფორმალური განათლება საკმარისი ვეღარ არის, იმიტომ რომ იქ გაწერილი აქვს პროგრამა, რომელსაც მასწავლებლები ძირითადად აქცენტი აქვთ იმაზე, რომ ეს პროგრამა დაასრულონ, მიიყვანონ, გაიარონ სხვადასხვა თემები, ბავშვებს შეამეცნონ ის სხვადასხვა პარაგრაფი, რაც არის ამა თუ იმ საგანში, მაგრამ იმის იქეთ უკვე ვეღარ არის ჩართულობა ისეთი, რომ ყურადღება გამახვილდეს თუნდაც ბავშვის სოციოემოციურ უნარებზე, მაღალსაზროვნო უნარებზე, შემდეგ როგორ გაიგო, გაიაზრა, გამოიყენა, შექმნა მიღებული ცოდნით. ვეღარ ხდება ამას რომ ისდიონ მასწავლებლებმა და ნახე როგორ რაღაც არის, ანუ ჩვენ კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ ცალსახად სკოლა არის აუცილებელი, მაგრამ იმას, რასაც სკოლა ვერ უზრუნველყოფს, აი აქ შემოდის უკვე არაფორმალური განათლება და ზეუსი უკვე არის დამხმარე საშუალება, რომელიც ამ ნაწილსაც შეუსწევს ბავშვებს და მივიღებთ იმ შედეგს და იმ პროდუქტს, რაც რეალურად მასწავლებლებსაც გვინდა, განათლების სისტემას უნდა და მშობელს ხომ უნდა და უნდა თავიანთი შვილებისთვის. და შენ რა ემოციით გინდა, რომ ბავშვი მიდიოდეს ზელუსიდან? ბავშვი ზელუსიდან მინდა მიდიოდეს იმაზე ფიქრით, რომ მომდევნო შაბათი როდის მოვა, რომ ჩვენთან მოვიდეს ის, იმიტომ რომ ჩვენთან მოსვლა ბავშვისთვის უნდა იყოს გასართობი, თერაპიული, თან ცოდნის მიღება, ხალისით, თამაშით და სივრცე, სადაც მოკლედ 3 საათს გაატარებენ ნაყოფიერად. ანუ ერთ მოსვლაზე 3 საათს? 3 საათს. რადგანაც ჩვენ 3 მიმართულება გვაქვს, თითოეულ მიმართულებას თითო საათი დაეთმობა და შესაბამისად ბავშვი 3 საათით იქნება ზეუსში. მშობელს მოყავს და ტოვებს. მშობელს მოყავს, დატოვებს ჩვენთან, შემდგომ ჩვენს ჯადოსნურ სივრცეში იქნება ბავშვი და სხვადასხვა თამაშებით ვპირდებით, ყველას რომ თამაშებით მიიღებენ ბავშვები იმ ცოდნას. ვერც ვერც ხვდები ამ თამაშით, როგორ იღებ იმ ცოდნას, რაც ჭირდება, მაგრამ შემდგომ აზროვნებაში აზროვნებას რო დააკვირდება მშობელი, მიხვდება რომ ოი რამხელა ზრდა არის
ზეუსში მოყვანეს შემდეგ. და გეგმიური შეხვედრების გარდა რამე განსაკუთრებულ შეხვედრებს ხომ არ გეგმავ? გეგმავ აუცილებლად და ეს იქნება ერთ-ერთი ესეთი ნიშაც, რომელიც მინდა რომ კარგად ჩაიბეჭდოს ყველა ჩვენთან. მომხდარ და აი იცოდე რომ უი, ხო, ეგეთი რაღაცა ხდება ზეულში და ეს არის ყოველი მეოთხე შაბათი და ეს მეოთხე შაბათიც არ არის ისე მინდა რომ ზუსტად ესე ახსოვდეს რომ ყოველი მეოთხე შაბათი ზეულსში არის განსაკუთრებული და სხვანაირი და ამ განსაკუთრებულობას შესძენს ის რომ ჩვენ გვეყოვნება სხვადასხვა სტუმარი და ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ იმ ადამიანებს რომლებზეც სმენიათ რომლების ნაწარმოებებით წაუკითხავთ და ტელევიზიის საშუალებით უნახავთ უკვე მათ ექნებათ იმის საშუალება რომ შეხვდნენ ეს როგორც არის გიორგი კეკემიძე და ასე შემდეგ. მაინც რა მნიშვნელობა ექნება ამას ბავშვებისთვის? გარდა იმისა, რომ რაღაც განსხვავებულთან ექნებათ შეხება, არ იქნება ეს გეგმიური რაღაც განსხვავებული, რომელსაც ელოდება, კიდევ რა მნიშვნელობის მატარებელი შეიძლება იყოს? აი, ამ კითხვაზე პასუხს ახლა შენთან ერთად გავცემ და გაიხსენე ჩვენთან სკოლაში, როდესაც მოდიოდა ვინმე ცნობილი ადამიანი და გვხვდებოდა ბავშვებს, რა ემოციებით ვირთებოდით და შემდეგ მთელი რამდენიმე დღე ამაზე ვლაპარაკობდით, აი გაიხსენე. მაგალითად, არსენ გვენეტაძე, როდესაც მოდიოდა ჩვენთან განსაკუთრებით, მოვიკითხავთ აქედან ბატონ არსენს, როდესაც მოდიოდა და შეხვედრას მართავდა მოსწავლეებთან, აი როგორი ემოციით ვიტვირთებოდით და საუბრობდით, აი მე ამას შევხვდი, მე ფოტო გადავიღე, ავტოგრაფი მომცა, რაღაცა და ბავშვს აქვს იმის შეგრძნება, რომ ის ადამიანებიც უბრალო ადამიანები არიან, უბრალოდ მათ იშრომეს ბევრი მიზანი დაისახეს და ამ მიზანს მიაღწიეს და დღეს არიან შემდგარი ადამიანები თავიანთ პროფესიაში და შენც შეიძლება გახდე შემდგომ შენი შრომით, მიზანდასახულობით ზუსტად მათნაირი ან უკეთესი ადამიანი და აქვე კიდე ერთი მაგალითი, ანუ რატო არის კარგი როდესაც იყოს მსგავსი შეხვედრები ან გასვლითი შეხვედრები სხვადასხვა ლოკაციაზე, რასაც გეგმავთ, ცხადია. მე მაგალითად, როდესაც მასწავლებელი ვიყავი სამოქალაქოს ვასწავლიდი, ბავშვები მყავდა წაყვანილი პარლამენტში და როდესაც პარლამენტში პირველად მივიდნენ ბავშვები და ის სხდომათა დარბაზი ნახეს მაგალითად, ის პარლამენტარები ნახეს, სურათები გადაიღეს და ასე შემდეგ, ამას ცოტა წინაწყებს გეუბნები. იქიდან რომ წამოვედით, ერთი-ორმა ბავშვმა მითხრა, რომ აიო მეო გადავწყვიტეო, რომ პარლამენტარობა მინდაო. ანუ იმ ხელაშთა ბეჭდნება მოახდინა. როდესაც სასამართლოში მყავდა ბავშვები წაყვანილი და იქ ან პროკურორო. აუცილებლად უნდა და ანუ ესე ქმნის რაღაცები განწყობებს და შეიძლება მომავალიც კი შეუქმნა ამით ბავშვებს და ზუსტად ეს დატვირთვა ექნება. გარდა იმისა, რომ ცოდნას მიიღებენ და იმის ჩემებენ და ინტერაქციული იქნება. ანუ გარდა გამოცდილების გაზიარებისა შეიძლება ითქვას მოტივაციის ერთ-ერთი მთავარი წყაროც შეიძლება გახდეს. გადავიდეთ მაშინ კიდევ მომავალზე, გარდა იმისა, რომ ბავშვებისთვის ვფიქრობ და გეგმავ, ხომ არ აპირებ, რომ კიდევ უფრო დიდი განვითარება პოვოს ზეულსმა და არა მხოლოდ ბავშვებისთვის იყოს, არამედ უფროსებისთვის, თუნდაც მშობლებისთვის, რომლებსაც უჭირთ დაუშვათ შვილთან ურთიერთობა. ან შეიძლება შვილი არ ყავდეს, მაგრამ რაღაც თავისთვის სჭირდება. კი, რატომაც არა. რადგანაც ზეუსი ახლა იხსნება და პიროვნაბიჯებს ახლა დგამს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ თავდაპირველად მიღება გქონდეს 5 წლიდან 10 წლის ჩათვლით ბავშვების და შემდგომ უკვე განვავითაროთ, დავამატოთ და გავზარდოთ ასაკობრივი სხვარიც თუნდაც. და ჩვენ გეგმავთ შემდგომ მოზარდებისთვის და მოზრდილებისთვის დავამატოთ კურსები, შეხვედრები, ამა თუ იმ მიმართულებით განსაკუთრებით მინდა ეს ფსიქოლოგიის ნაწილი იყოს დატვირთული, იმიტომ რომ არა მარტო ბავშვს სჭირდება ფუნდამენტად ეს ჯანსაღი ფსიქოემოციური ხარდაჭერა, არამედ დიდებსაც განსაკუთრებით ჭირდება მით უმეტეს როგორ სტრესულ გარემოში ჩვენ ვართ. ფსიქოლოგიურს და რა ვიცი რეკომენდაციის სახით მე ვიტყოდი რომ ალბათ ლიტერატურული თერაპიაც შეიძლება დასრულებისთვისაც იყოს მნიშვნელოვანი და ამ კუთხითაც ალბათ იმუშავებთ. კი, ვიმუშავებთ, მთავარი არის რომ ახლა ეს ნაბიჯი გადავდგათ, რომელსაც შემდეგ სხვა ნაბიჯებიც მოყვება აუცილებლად. და კიდევ ერთი გამოწვევა დღეს ნებისმიერ რამე რაც უნდა დაგეგმოს შეხვედრაც ადამიანმა
მუდმივად ისმის შეკითხვა ონლაინ იქნება და თქვენ რას გვეტყოდით? ონლაინ იქნება ზელუსი? ფოტოშორის ძალიან კარგი კითხვა დამისვი, იმიტომ რომ თავიდან, როდესაც მე ზელუსი დავაარსე, არ ვფიქრობდი რომ ონლაინ მქონოდა სწავლება, მაგრამ გარკვეულ ადამიანებს რომ შევხვდი და ჩემი წინა გამოცდილებიდან გამომდინარეც, ონლაინად რატომ არა? ამიტომ გადავწყვეტეთ რომ ონლაინიც დავამატოთ კურსები და არა მარტო საქართველოში მცხოვრები ბავშვებისთვის იყოს ეს, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ადამიანებისთვის რაღაცა ჩვენი ცოდნა მივიტანოთ მათ. ანუ ეს არ არის მომავლის გეგმა, არამედ უკვე ჩაგენერირებულია, ასე ვთქვათ, ზელუსის იდეაში. უკვე დავიწყებთ ამაზე მუშაობას. ძალიან კარგი. ამიტომ ვისაც დავუშვათ ფიზიკურად არ შეუძლია რომ მოვიდეს, ამიტომ გული არ დაგწყდეთ, ონლაინ უზრუნველყოფთ რომ თქვენი ცოდნა უფრო მასშტაბური გახდეს. ძალიან კარგი. და მე პრაქტიკულ დეტალზე რომ გადავიდეთ, კი ვთქვით რომ ვერის პარკში მდებარეობს, მაგრამ ზუსტად სად მდებარეობს ზელუსი, რომელია ის კერძო სკოლა, რომელიც შენ ახსენე მხარდამჭერია, ასე ვთქვათ, ალბათ ზელუსის, ხომ? და ეს დეტალები გვითხარი. ხო, ზელუსი ვერის პარკში, პოსტავას 37 ნომერი არის და სკოლა, რომელიც გვერდით გვიდგას და ჩვენი მხარდამჭერი არის სკოლა ლიცეუმი NK, ესე ვქვია მას და ინფრასტრუქტურულად გამართული, ძალიან სასიამოვნო გარემო, რაღაცნაირად თავს ვერ გრძნობ, რომ შევედი სკოლაში, პირველი ის რაც დამეუფლა იყო ის, რომ რაღაცნაირად ტიპური სკოლის ემოციები არ მოდის. გონია რომ ხარ სადღაც სახლში, კარგ გარემოში და სწავლაც შესაბამისად არის სახალხო და საინტერესო. და მაინც როგორ დაგიკავშირდეს მშობელი, შენ და ზელუსს როგორ დაუკავშირდეს? ჩვენ უკვე აგვისტოდან დავიწყებთ, გამოვაცხადებთ აგვისტოში არ ისვენებთ. აგვისტოში ჩვენ არ ვისვენებთ. გამოვაცხადებთ რეგისტრაციას, დაიდება სარეგისტრაციო ბმული და ონლაინ შეიძლებათ გაიარონ რეგისტრაცია, ასევე შეუძლიათ რომ ჩვენს პლატფორმებზე დაგვიკავშირდნენ და დავეხმარებით რეგისტრაციაში. ნებისმიერ საკითხზე ჩვენ ღია ვართ, რომ უფრო მეტი დეტალი მივაწოდოთ მათ. და მაინც მამა რა სიტყოდა ზელუსზე, ახლა რომ შენთვის რაიმეს თქმა შეეძლოს? ხო, მამა მეტყოდა, რომ ყოჩა ღმა ესე იცოდა და მამას გავხარო. სულ ესე ამბობდა, რაღაც მიღწევები, რაც მე მქონია, რომ ვუზიარებდი, მამას გავხარა. ნუ სულ ესე ამბობდა და ალბათ ამას იტყოდა. გავხარდებოდა ნამდვილად. და ბოლოს დასასრულს ერთი წინადადებით შევაჯამოთ, მოკლედ აღწეროთ რა არის ზელუსი. ზელუსი არის სივრცე, სადაც ვფიქრობთ, ვგრძნობთ და ვითარდებით. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ საუბრისთვის. რომ მომეცი საშუალება, რომ ეს ყველაფერი მეთქვა და ჩვენს მაყურებამდე მიგვეტანა. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. უამრავი წარმატება ზელუსს და შენ. მადლობა. გეოდებით ჩამოჯექიშიც და ზელუსშიც.